რაც შენ წყაროები გიგროვებია და გინახავს, ამაზე ბევრი გაქვს ნამუშევარი, მინდა რომ მოგვიყვე ისტორიები. ყველაზე ესე უკიდურესი წერტილი თქვა აღმოსავლეთ სადაც შეგვიძლია ვნახოთ ქართველთა კვალი არის ტაილანდში. დიქოტომია საქართველოს ისტორიისა, რომელიც მუდმივად თანს და დასდევს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიქოტომია. დასავლური ზეგავლენა მცირდება კაფიოდ. და იგივე ქრისტიანობაც ვერ გადავიდა ჩრდილოეთით. ზუსტად ამავე პერიოდში იწყება ირანის აღზევება. ამ იზოლაციამ თავისი დაღი დაასვა. ხანდახან ბავშვებს ნათლავს ისე რომ ბავშვებმა წარიციან ეს. მენიუ, რასაც შარდენი აღწერს, არის ბრინჯი, ბევრი ბრინჯი. ორ პირობაა მათ მხრივ ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით თქვა იტალიაში რა ხდება ამ პერიოდში. შუა საუკუნეების ყველა თუ არა უმეტესობა დასავლელი მოგზაური აი ამ უსაშველოს მას უსვამს ხას. ამას ძალიან კარგად აღწერს სხვა შორის ერთ-ერთი მისიონერი დიონიჯი დი პიაჩენცა. ანუ ქართველებმა გაავლოთა სპარსელები. ქართველები მართლაც რომ უპრეცედენტო ძალაუფლებას პოვდნენ საერთაშორისო დონეზე. რიონით ამოდიოდნენ ქუთაისში ალბათ. ზოგიერთ შემთხვევაში ან ნავით ან ცხენით ამოდიოდნენ. ანუ მე-17 საუკუნის NGO-შნიკია.